წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს ყოლაწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით თავაძე შემოგვიერთდა. მოგესალმებით, მამა დავით. მშვიდობის ღმერთმა დაგლოცოთ. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. თანამედროვე ახალგაზრდობა და გამოწვევები, რაც ახალგაზრდებს უკავშირდებათ, როგორ ეხმარება ეკლესია ახალგაზრდებს ამ გამოწვევების დაძლევაში. აი სწორედ ამ თემებზე გვინდა რომ ვისაუბროთ და ამიტომაც ალბათ გვერდს ვერ აუვლით იმ საზარელ ფაქტს, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენს ქალაქში და შეძრა მთელი ქვეყანა. მოზარდებმა 16-17 წლის ბავშვებმა მოზარდებმა გაიმეტეს სასიკვდილოდ 25 წლის პერსპექტიული ახალგაზრდა ექიმი, ძალიან ნიჭიერი, რომელსაც ჰქონდა ბევრი მიზანი და ეს ადამიანი გიგა ავალიანი გარდაიცვალა სამწუხაროდ. ჩვენ ვუსამძიმრებთ, რა თქმა უნდა, მის ოჯახს. ძალიან სამწუხარო ფაქტია და ის სწორედ ამით გვინდოდა რომ დაგვეწყო ეს აგრესია, ვთქვათ, რაც არის დღევანდელ ახალგაზრდებში და არის ასეთი თვალსაჩინო. რა არის ამის მიზეზი და რამდენად ითვლება ეს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად ჩვენი ახალგაზრდობის? რა თქმა უნდა, უნიშნელოვანესი გამოწვევაა ჩვენი ახალგაზრდობის აგრესია. უამრავმა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ბავშვობის ტრამვები, ძირითადად. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ აი მაგალითად სულ ახალი პრობლემა, რაც ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაწუხებს და რაც რა თქმა უნდა არის აგრესიის ერთ-ერთი წარმოშობი მიზეზი, არის ის, რომ აი მაგალითად ხშირად მართლმადიდებლები მამები ყურადღებას აქცევენ იმას, რომ ახალგაზრდა როგორც ასეთი ხშირად განიცდის სიცარიელის გზნობას. და მას ახასიათებს თავისი ცხოვრების საწყის ეტაპზე გარკვეული ეგზისტენციალური მოწყენილობა. და საუკეთესო შემთხვევაში ამ სიცარიელეს ადამიანი უნდა ივსებდეს ღმერთთან ურთიერთობით. არსებობს ესეთი მეუფე ანტონი ბლომის სუროჟელი, რომელიც ამბობს, რომ აი ღმერთთან ურთიერთობა არის სწორედ ის, როცა ადამიანი განიცდის ამ სიცარიელეს, მას ეწყება უკვე შიმშილის გრძნობა, რომ აი რაღაცა თავი დააღწიოს ამ სიცარიელეს და ღმერთთან ურთიერთობის სურვილი. და რახან დღეს ეს ყველაფერი ამ სიცარიელის ადამიანი უკვე ღმერთთან ურთიერთობით და ღმერთთან ძებნით კი არ ივსებს, არამედ ივსებს რაღაცა სოციალური ქსელში არსებული რაღაც თამაშებით, ათასი უბედურებით, რომელიც ასე საშინად აწევს აი ჩვენს ახალგაზრდობას თუ შეიძლება ითქვას კისერზე და ის აბსოლუტურად აშორებს ღმერთს. ანუ ესე იგი რაღაც ალტერნატიულ გზას ეძებს ადამიანი ამ სიცარიელის ამოსავსებას. ერთ-ერთი ასეთი დღეს თუ შეიძლება ითქვას ჯერ კიდევ გადაუჭერი პრობლემა რა თქმა უნდა არის დამოკიდებულება თამაშებზე, ეკრანებზე, მაგრამ მარტო ეს არ არის რა თქმა უნდა, შევახსენეთ ტრაუმები, რომელიც მოდის ბავშვობიდან და ვახსენეთ თვითონ აი დამოკიდებულება ოჯახისა, აზრის სისტემა, ეს არის რა თქმა უნდა მომდინარეობს არა მხოლოდ ოჯახიდან, აქ შეიძლება იყოს სკოლა, აქ შეიძლება იყოს ეკლესია. ანუ ნიშნავს ეს იმას, რომ აი რაღაცნაირად ერთობლივად ჯერ კიდევ ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ოჯახსაც, სკოლასაც, ეკლესიასაც. დღეს მადლობა ღმერთს გადაიდგა ამ ხრინა ბიჯები და სასულიერო პირები შევიდნენ უკვე სკოლაში თქვენ როგორც მოხსენებათ საპატრიარქოს პროგრამით. გარდა ამისა, სამრევლო სკოლებიც აღდგა თუ შეიძლება ითქვას და განახლდა ეს მუშაობა ძალიან კარგია და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს ჩემი აზრით, მაგრამ აი როცა მსგავსი რაღაცები ხდება, ხომ ჯერ კიდევ ფაქტი აშკარაა, რომ არც მშობელი, არც ასე ვთქვათ სკოლა და არც ვთქვათ რაიმე სისტემა, რომელიცაც აი ვთქვათ ბავშვის აღზრდაში გადამწყვეტი როლი და ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ პასუხისმგებლობასაც რა თქმა უნდა ვიღებთ. ხომ ვერ დგას შეიძლება ითქვას სათანადო სიმაღლეზე, ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა გვჭირდება ჩვენ რომ ამისათვის რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს. დიახ, და მამა დავით, სხვათა შორის მე გადავხედე კვლევებს, რაც უკავშირდება მოზარდების და ახალგაზრდების ზოგადად რელიგიურობას სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში და საქართველოში ბევრი კვლევა ყოფილა სხვათა შორის ჩატარებული, მათ შორის ილიას უნივერსიტეტის და ასე შემდეგ, აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ მე დავინტერესდი საერთაშორისო კვლევით. ეს არის 2008-2018 წლებში ჩატარებული კვლევა, რომლის ანგარიშიც გამოქვეყნდა 2008 წელს. საერთაშორისო კვლევის ცენტრის მიერ არის ჩატარებული, გამოიკითხა მსოფლიო მასშტაბით ათეულობით ქვეყანა და აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების რელიგიურობის თვალსაზრისით საქართველო არის პირველ ადგილზე. ანუ ეს პრინციპში ჩვენთვის სიახლე არ არის, ვინც თუნდაც საზღვარგარეთ მოგზაურობს და ტაძრებში შედის, ხედავს რომ მიქცარიელი ტაძრებია და ჩვენთან წირვაზე რომ შეხვალ, ახალგაზრდებით სავსეა. აი ეს როგორ აიხსნება? აი ამ ფონზე, როდესაც ასეთი მაჩვენებელია რელიგიური, ეკლესიური, ყოველ შემთხვევაში ადამიანებისა, იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც ეკლესიაში დადიან. რატომ არის ესეთი აგრესია? რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.
მე მაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან დაწყებული სამრევლო სკოლის გმობს სკოლასაც, ჩვეულებრივ საჯარო სკოლის ბავშვებს, სტუდენტებთან და მე რა თქმა უნდა ვადასტურებ იმას, რომ რელიგიურობის თვალსაზრისით მოდის ძალიან კარგი თაობა, საოცარი თაობა მოდის. მე რომ ვთქვათ, უსმენ პატარა ბავშვების აზრებს, დამოკიდებულებას ეკლესიისადმი, მათ გულწრფელობას, ყველა ასაკში და ჩამოთვალე, მართლაც გაოგნებული ვარ და ამათთან ერთად მე ვიცნობ მშობლებს, რომელთან ერთადაც ურთიერთობა მიხდება და მართლაც ბედნიერი ვარ, მაგრამ ამასთან ერთად ალბათ ამის მიზეზი მაინც ის არის, რომ ეს შეიძლება ადამიანმა სოციალურ გამოკითხვაში კი უპასუხო დადებითად, რომ რელიგიური ვარ, მაგრამ ეს მხოლოდ იყოს გარეგნული ფორმა. რელიგიურობის და შინაგანად რამდენად რელიგიური ვართ, ამაზეა უკვე საუბარი, რამდენად ნამდვილი შინაგანის სწორი მიდგომა აქვს ადამიანს ქრისტიანობისადმი. ანუ რამდენად იცნობს ახალგაზრდა ქრისტიანობის არსს. მას შეიძლება იგონოს, რომ ქრისტიანობა არის მხოლოდ თქვათ რაღაცა მშრალი ლოცვების წარმოთქმა, რაღაც გარეგნული წესების ასრულება, მაგრამ საქმე იმაშია ზუსტად, რომ ახალგაზრდების უმეტესობას და ამას აქცევენ ყურადღებას ისეთი საეკლესიო მოღვაწეები, როგორც არის მაგალითად რუსეთში იყო ესეთი არსებობს ესეთი მოღვაწე პეტრე მესჩერინოვი, რომელსაც ახსოვს ეს ახალგაზრდული საქმეების აბარია და ჩვენს მიერ ნახსენები მეუფე ანტონი სუროჟელი ბლუმის, სწორედ ამას აქცევენ ყურადღებას, რომ ან ახალგაზრდა, ასე ვთქვათ, უმეტესობა ახალგაზრდობისა მაინც რა თქმა უნდა არის განწყობილი, ასე რომ ის რომ მოდის ტაძარში, ხო, მას იქ ჭირდება სინამდვილე, გულწრფელობა და რაღაცნაირად მიმღებლობა. ანუ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ, როდესაც ადამიანი ახალგაზრდა მოდის ტაძარში, პირველ რიგში მას უნდა აუხსნათ რა არის ქრისტიანობა და მივაწოდოთ სწორად ეს ქრისტიანობა, რომ მას ვესაუბროთ იმ სილამაზეზე, თავისუფლებაზე, დიდებულებაზე, რაც აქვს ქრისტეს. მაგრამ საქმე რა შეეცით, რომ აი მთლად და ასეთ შემთხვევაში ვერ დავადანაშაულებთ ვერც ეკლესიასაც და ვერც ვთქვათ, სასულიერო პირებს, იმიტომ რომ არის ასეთი შემთხვევა, როცა მოდიან ახალგაზრდები, ესაუბრები ქრისტეზე, ესაუბრები თუნდაც მის სიყვარულზე, გისმენენ საოცრად, მაგრამ მე მაინც მიდიან და ტოვებენ ეკლესიას. ანუ რაღაცა როგორც წესი დღეს ახალგაზრდა, ისე როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანში შესული ადამიანის ეკლესიაში როგორცაც მოყავს პრობლემებს და მე ეს პრობლემა რომ გვარდება, ხო, მე უკვე აღარ ჭირდება თითქოს წყარებში ქრისტე, ხო? რაღაც ესეთი დამოკიდებულება, ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა ვაკეთოთ, რომ სწორად აუხსნათ ამ ადამიანებს რა არის ქრისტიანობა, რომ შემდეგ ასე ადვილად აღარ ბიატოვონოს, მაგრამ ერთია თვითონ რა დამოკიდებულება აქვს მას, ხო, ამ საკითხისადმი. ის რომ თქვათ ისინი მოდიან იმ პრობლემებით და გვეუბნებიან, რომ აი მაგალითად მე მაქვს დეპრესია, მე მაქვს სტრესი, მე ცუდად ვარ და აი რომ მოვედი მე ტაძარში არის აკრძალვები, ტაძარში არის ჩამორჩენილობა, ეს ხო სინამდვილეში მასე არ არის. არსებობენ დღეს მრავალი ახალგაზრდა, რომელიც აი სირფესვიანად მთელი არსებით, მთელი გულით ეწაფებიან იმას, თუ რა არის ქრისტიანობა და ისინი ხვდებიან ყველაფერს, რომ ქრისტიანობა არ არის ასეთი ჩამორჩენილი სარწმუნოება და მასში არის უდიდესი სიღრმე, რომ ყველანაირი მოთხოვნილება ადამიანმა სულიერი იქნება თუ ზნეობრივი თუ რაც იქნება, ხო? ყველანაირი მოთხოვნილება შეიძლება ადამიანმა დაიკმაყოფილოს, მიაღწიოს სიმშვიდეს. ამას რა თქმა უნდა ჭირდება შრომა, ჭირდება გარჯა, რაც რა თქმა უნდა პრობლემაა უკვე დღეს თანამედროვე ახალგაზრდობისას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვახსენეთ ის, რომ არის ძალიან კარგი თაობა, ამასთან ერთად რა თქმა უნდა არიან ისინიც, რომლებიც როგორც ჩანს, გარეგნულად ამბობენ ერთს, რომ მე ქრისტე მიყვარს, მე მივიდივარ ტაძარში, მაგრამ აი ჭეშმარიტი ნამდვილი ქრისტეს საძებნელად კი არ მოდიან, მასთან პიროვნული ურთიერთობის დასამყარებლად კი არ მოდიან. არც ისიან ეს, რომ შეიძლება როგორც პიროვნებასთან, როგორც ადამიანმა უბრალოდ დაამყარო შინაგანი პიროვნული კავშირი და ლოცვა მათთვის ღმერთთან ურთიერთობის საშუალება კი არ არის, აი რაღაცა შეიძლება ლოცულობენ ისე, რომ საერთოდ არ ესმის, ვთქვათ, მნიშვნელობა ამ ყოველივისა და არ ესმის ერთია და არც აინტერესებს და არც ვამენ კითხვებს, ხო? მაგრამ მაინც რა თქმა უნდა ეს თქვენ რაც ბრძანეთ რომ ეს ინფორმაცია რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია მაინც შინაგანად ეკლესიის მხარეს და მაცხოვრებს სურვილი ეს რა თქმა უნდა კარგია და ეს უკვე საფუძველი მაინც არის იმის რომ ამ ადამიანებს თუ ეს ახალგაზრდები მიიღებენ სწორ განათლებას, სწორ დამოკიდებულებას და თუ ადამიანებს სწორად აუხსნით რა არის ქრისტიანობა ის არ არის დამსჯელი სარწმუნოება და აკრძალვები სარწმუნოება მხოლოდ და მხოლოდ რა თქმა უნდა ეს ადამიანები დარჩებიან ზე უბრალოდ რაღაც მართლა მინდა რა ვთქვა ჩემი შვილი არის 15 წლის მოზარდი და ისეთი რა მითხრეს მის მან და მისმა კლასელებმა რომ ისტორიის მასწავლებელი გვეუბნებაო რომ რელიგია მე მემუქრება აკრძალვებს მიწესებს ну ცოტა გაოგნებული კი დავრჩი მაგრამ აი ესეთი მიდგომა და მით უმეტეს პედაგოგის ახლა რა თქმა უნდა არ ვასახელებთ მაგრამ
სამწუხაროდ აი ესეთი გაგება, ვთქვათ, ქრისტიანობის, რელიგიურობის, რომ გვემუქრება და გვიწესებს აკრძალვებს. რა თქმა უნდა, აი იყო მართლაც ესეთი პრობლემა საქართველოში და ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მე რო ვახსენე, რომ როგორც პედაგოგები შედიან, სპეციალური გადამზადება გაიარეს ჩვენმა სასულიერო პირებმა, რომლებიც შედიან უკვე სკოლებში, აღმოიფხვრება ეს პრობლემა, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ადრე მე მახსოვს 90-იან წლებში, როცა ეკლესიაში სწორებოდა რელიგია და იყო რაღაც მსგავსი პედაგოგების ჯგუფი, რომლებიც მართლა ესე არასწორად აწოდებდნენ ბავშვებს ქრისტიანობას და ძირითადად მას უხასიათებდნენ ქრისტიანობას როგორც ამკრძალავ სარწმუნოებას, რომელიც აშინებდა ბავშვებს უფრო ვიდრე რომ იმის ასე ვთქვათ იმას კი არ ეუბნებოდნენ მომავალ ახალგაზრდობას, რომ მათ იმით კი არ ეწყებდნენ საუბარს, რომ არის უფალი, არის სიყვარული და ეს ყოველთვის გაშლილი ხელებით გელოდება შენ გულში ჩავიკრას ყველას, არამედ აი რაღაცნაირად ქრისტიანობით ხდებოდა რაღაც დაშინება ადამიანებისა. ეს დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი რამ არ მოხდება და ნელ-ნელა აღმოიფხვრება ეს ყველაფერი თუ სადმე არის კიდე დარჩენილი და სწორედ ამას ვაუბრობდით, იმას რომ ყველას გასაგონად ერთეულმა ახალგაზრდამ, რომელიც ჩვენთან მოდის ტაძარში, ეს ყველაფერი უნდა იცოდეს. მადლობა დღეს, მადლობა ღმერთს, რომ მისაწვდომია თუნდაც ლიტერატურა, აბასაც შეიძლება თავად ნახონ, თავად წაიკითხონ, ხომ თავად გადაშალონ, თუ თქვა ეკლესიაში ჯერ ვერ მოდიან, საწერიან, სახარებაში ან სადმეან ქრისტიანულ ლიტერატურაში, რომ აი ქრისტიანობა მაგალითად გულისხმობს ადამიანი მოვიდა ტაძარში და იმას რომ დაგისვა თქვა კითხვა ასეთ, აი რა გავაკეთო მე. მოვედი, შემოვაღე კარები ტაძრისა და რა ვქნა და როცა ჩვენ მასთან დავიწყებთ ასეთ საუბარს, რომ ეს არ გააკეთო, 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 მაშინ მისთვის რა თქმა უნდა ეკლესია ასოცირდება მართლაც აკრძალებდა რომ არაფერ და ვერ გაუძლებს უბრალოდ ეს ადამიანი ამას და როდესაც აი პირველ ეტაპზე დავიწყებთ რა თქმა უნდა იმის გაცნობას თუ რაოდენ ამ ხელა სიყვარული აქვს ქრისტეს აი ამოთვლილის სიტყვები მახსენდება როცა 17-18 წელიწად ჩამოვიდა საქართველოში და გულწრფელად ეკითხებოდნენ მას არაბები რომ შენ რა აქვს ქრისტიანობას ასეთი რომ შენ ასე პატარა ბიჭს გემეტება თავის სიკვდილისათვის. აი ფულს გაძლევთ, ყველაფერს გაძლევთ და აი უბრალოდ მართლა გულწრფელად გვაინტერესებს, ხო? და ამან ის კი არ დაუწყია რაღაც ფილოსოფიური ტრაქტატები კი არ წარმოაჩინა, თქვა რომ თქვენ არ იცით რა სიყვარული აქვს ქრისტეს. და აი თუ ყველანაირ მაგრამ ადამიანმა თვითონ უნდა გამოცადო ჯერ ეს სიყვარული ცოტა რაოდენობით მაინც რომ სხვას გადასცე და სხვას აპოვნინო, ხო? და მაგრამ აი არის ესეთი მდგომარეობაც, რა თქმა უნდა, მშობლების ძალიან დიდი როლი მიუძღვის ბავშვის თუნდაც რელიგიურ და სულიერ განვითარებაში. მე გულისხმობ მორწმუნე მშობლებს. ჯერად ხდება ისე, რომ მორწმუნე მშობლები ძალიან არასწორ გავლენას ახდენენ შვილის რელიგიურ აღზრდაზე თავიანთი პირადი ცხოვრებით. ანუ ისინი შეიძლება ტაძარში სტადიონად ეკლესიურებიც იყვნენ, აღსარებაც სამდენ დემონსტრაციულად აკურთხებდნენ სახლებს, მაგრამ ხდება ისე, რომ ბავშვი უყურებს ამ მშობელს და ხედავს, რომ ამ მშობლებისათვის კი დადიან ტაძარში, მაგრამ აი ნამდვილი სინამდვილე ჭეშმარიტება, რეალობა არ არის ქრისტიანობა. იმიტომ რომ ქრისტიანობაში გიწევდი ერთ სხვა მაგალითს აძლევენ რა თქმა უნდა, თქვა ქრისტიანობა უნდა იყოს მოთმინება უნდა შეგეძლოს. მშობლებიც ამას ვეუბნებიან ბავშვს მოთმინება. შვილი აკვირდება რომ თავისი მშობლებისათვის ერთმანეთს ვერ უთმენენ. მეზობლებს ვერ უთმენენ გადადიან ჩხუბზე. აი მაგალითად მშობელი ეუბნება ბავშვს რომ იცი რა შვილო, ქრისტე ამთავარი, ღმერთი ამთავარი, იმიტომ რომ ხო ხედავ ჩვენ ტაძარში დავდივართ, ხო? და ბავშვები უსმენენ მშობლებს და თუ ღმერთია მთავარი, მაშინ ღმერთზე ხომ დაილაპარაკონ თავიანთ მშობლებმა. მარტო ლოცვის დროს კი არა. ისე არა და მშობლები ლაპარაკობენ ძირითადად ფულზე. ბავშვს ესმის რომ აი ისა იქ იმდენი ხალხი უნდა ნეტარის მქონე კი საჭიროა გასაგებია, მაგრამ ბავშვი ფიქრობს რომ ყველაფერი ყველანაირი საუბარი არის ხელფასზე, მოგებაზე, რაღაცა საჭიროებაზე, მატერიალურზე და აი თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ყოფილა ხო, როცა პატარა ბავშვი. ანუ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ისინი საუბრობენ მისი მშობლები მათთვის, ხო? არ ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტე. რაც არის მათთვის მნიშვნელოვანი, იმაზე საუბრობენ. ის არის ძირითადი გასარჩევითება სასაუბრო თემა. და ამიტომ აი რაღაცნაირად ეს დამოკიდებულება გადადის ამ ბავშვებზე, თუმცა იმის თქმა მინდა რომ აი არ მინდა რაღაცნაირად მარტო დავადანაშაულო მშობელი, მარტო დავადანაშაულოს აღზრდელობითი სისტემა. იმიტომ რომ არის ესეთი შემთხვევები, რომ მოდის ადამიანი ტაძარში ახალგაზრდა და იწყებს ურთიერთობას ღმერთთან როგორ მომეცი, უფალო, ჭირდები, უფალო, დამეხმარე, უფალო, ხო? კი გასაგებია ღმერთის გარეშე აბავი დაგვეხმარება, მაგრამ აი, როდესაც ჩვენ უხსნი ამას, რომ აი იცი რა, ჩვენი მაცხოვარი ამბობდა, რომ ასე ნუ ილოცებ. ასე ნუ დაიწყებ ურთიერთობას უფალთან, იმიტომ რომ ასე წარმართები იქცევიანო. გითხრა უკვე ქრისტემ. და აბა როგორ დავიწყო გეუბნება? აი როგორ დაიწყე, იცი რომ როგორც მათ წერია წმინდა წერილში, პირველად ეძიე ღმერთი თვითონ.
და რაჭამორა შვარა შეიმოსო თავისებად მოგეცემა, იმიტომ რომ შენ სანამ როგორ გონია შენ ღმერთს არ მთხოვ რამეს, მან არის ისე რა გჭირდება. თითქოს გისმენს, მაგრამ მაინც ამატერიალურ სივრცეში გადაყავს მისი პირადი ურთიერთობა ღმერთთან. მაინც ის მოდის ღმერთთან, როცა ჭირდება ღმერთი. აი, თითქოს არის ღმერთი არის რაღაცა თოვლის ბოჯადოსნური ჯოხი, რომელთანაც მხოლოდ იმიტომ უნდა იარო, რომ რაღაცა გახსნას ცხოვრებაში განსასწრებელი და რაღაცა წაიღო. ხო, რაღაცა წაიღო, რაღაცა გამოვიტანო დაზრიდან და აი, მაცხოვარიც ესე არისო, რომ მასთან უამრავი ადამიანი ირებოდა, უამრავი ადამიანი დასდებდა მას. რატო? იმიტომ რომ სარგებელი უნდოდა, კურნავდა ადამიანებს, აცოცხლებდა დამკვდრებს, აი რომ დაჭირდა ერთგულება ყველა გაიქცა. და ამიტომ ადამიანმა ხონდა თქვას, რომ მე რომელი ვარ, ის ხომ არ ვარ. კი დავდივარ დღეს ტაძარში, მაგრამ რატო დავდივარ? როცა როგორც მაშინ ქრისტესთან დადიოდნენ პირველ საუკუნეში, ისე ხო არ დავდივარ. ხო? და ანუ აი რაღაცა ისეთი მდგომარეობაა, რომ აი, როდესაც აი ადამიანს ეუბნები, რომ იცი რა, შენ შეგიძლია განიცადო ქრისტე, შენ შეგიძლია დაინახო, შენ შეგიძლია მასთან პიროვნული ურთიერთობა და შენ შეგიძლია რომ ელემენტარული გამოცდილება მაინც დაიგროვო მასთან კავშირი, საერთოდ სხვაგვარად შეუძლებელია განიცადო ხვალი. აი როგორ გაუნებიან, იცი რომ თითქოს რაღაცა სხვა ენაზე ლაპარაკები. ანუ მისთვის აბსოლუტურად კომფორტულია ისეთი მდგომარეობა, რომ მან გარეგნულად აღასრულოს მხოლოდ წესები, ილოცოს, ეზიაროს, კი ბატონო, წავიდეს სახლში. არ იზრდება ასეთი ადამიანი, იყინება სულიერად. მე ასეთი ადამიანი აღსარებოსაც ვერ აბარებს, იმიტომ რომ აღარ იცის რა თქვას. თავარი გამოწვევა დღეს თანამედროვე ახალგაზრდების რა არის, თქვენ როგორ ფიქრობთ? ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როგორც ჩვენ თქვით, რომ ყველა ადამიანს, როგორც ამბობენ წმინდა მამები, ყველა ადამიანი სული არის შინაგანად ქრისტიანი. შეუძლებელია ადამიანს აქვს ამასაც სინდისი, ღმერთის ხმა, ხო? შეუძლებელია ადამიანმა ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, მით უმეტეს ახალგაზრდობის ჟამს, როცა ის ნაკლებად არის ნებებით, ასე ვთქვათ, დაუძლურებული, ხო? არ გაიხედოს უფლისკენ. შეუძლებელია, რომ აი ადამიანს არ იგრძნოს ადამიანმა რაღაცა სულიერი შიმშილი. მით უმეტეს როცა ახალგაზრდები ხედავენ მაგალითად, რომ აი ბებია გარდაიცვალა, მაგალითად ბაბუა გარდაიცვალა, მეზობელი. ისინი სვამენ კითხვებს, რომ საწავიდან ეს ადამიანები რა ხდება, ხო? სიკვდილი მათთვის არის ძალიან დიდი შოკი, სტრესი, რომელიც გადატანა უხდებათ და რომელსაც პასუხები თუ არ უპოვეს ამას პასუხი ვერ დამშვიდებიან უბრალოდ და ანუ სკამილეც აი უამრავი საფუძველია ახალგაზრდას იმისთვის, რომ იგრძნოს ეს შიმშილი, შინაგანი სულიერი შიმშილი, რომ რაღაცით პასუხები გასცეს ამდენ კითხვებს, რომელიც უკვე დაგროვდა და რომელიც არის არაამქვეყნიური. და ამ დროს, როცა აი ადამიანს აქვს ეს შინაგანი ეგზისტენციალური სიცარიელი და ეს რაღაცნაირად აი შიმშილი, ხო? აი ამ დროს ჩემი აზრით დღეს ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ადრე თუ სწორი აღსდა სიყვარული, სითბო, ამ ყველაფერს დაუკმაყოფილებდა და ეკლესიაში გაიხედებდა ადამიანი და ეკლესიით და სარწმუნოებით და ლოცვით ამოივსებდა ამ სიცარიელეს, ხო? დღეს გახდა უამრავი ალტერნატიული გზა გაჩნდა იმისი, რომ ბავშვი არის რაღაცნაირად რაღაცა ჭირდება და ეს რაღაცა ეძლევა, რაღაცა ძალიან ახლოა, ხელზე ახლოა მასთან, დააჭერციც და ყველანაირ თითქოს მოთხოვნილებას დაიკმაყოფილებს. სულიერს, ფიზიკურს, გონებს, თამაშის მოთხოვნილებასაც იკმაყოფილებს, სულიერს თავი დააყენება, ყველაფერს უკვე იკმაყოფილებს და აღარ რჩება ადგილი საკუთარ გულში იმისათვის, რომ ღმერთისკენ გაიხედოს. რა თქმა უნდა, იქ ხამდე ჰქონდა ახალგაზრდებს ეს პრობლემა, სანამ ეს თამაშების გამოიგონებდნენ, მაგრამ აი მე რაც მახსოვს, ხო, იმ დროს ცოტა სხვა დამოკიდებულება იყო. მაგრამ ეს არ არის, ასე ვთქვათ, გლეში სიცხარის გაუწყვეტია, ამით თავს ვერ გავიმართლებთ, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ დღეს, აი სამების საკათედრო ტაძარში მაგალითად რომ არის სამრევლო სკოლა, იქ მე ისეთ მშობლებს ვხედავ, აი მშობლებს განსაკუთრებით მე გაოგნებული ვარ. ხო, ესეთი სივრცე მათთვის იმ ბავშვებისათვის არსებობს ხო ეს თამაშები, ხო? ისეთ ბავშვებს და ისეთ მომავალს ხედავთ ეს საზოგადოებას, აი თუ ესენი ახერხებენ, სხვა როგორ რატომ არ შეიძლება რაც დიდი იმედია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის. მამა დავით, პრობლემა უამრავია, რომელზეც საუბარსაც ბუნებრივია გვერდს ვერაბული, თუმცა მხოლოდ პრობლემებზე არ ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. რა არის მათი მისწრაფება, სურვილები, თქვენ სულიერი შვილები ახსენეთ, პირადი გამოცდილებიდან მინდა გკითხოთ, როგორია მათთან დამოკიდებულება და ურთიერთობა, რა აქვთ მიზანი, მისწრაფება, სურვილები, ალბათ განდობენ, ხო, როგორც სულიერ მოძღვარს ბავშვები და მოზარდები. რა თქმა უნდა, პირველი მიზანი და სურვილი ახალგაზრდას ტაძარში მოდის და სწორად ესმის მას, რა არის ქრისტიანობა და ქრისტიანობის არსი. პირველი მიზანი არის, რომ ის იყოს ბედნიერი და ის იყოს გახარებული, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ხო, ბალმა ჩვენ იმისთვის შექმნა, რომ ბედნიერი ვიყოთ და ვიყოთ სიხარულით აღსავსენი, ხო? იმიტომ რომ ღმერთს ყველაფერი ქონდა ნეტარების და მან მოისურვა, რომ სხვაც ყოფილიყო რაღაც მასთან ერთად.
ეს მქმნილება, რომელიც გაიზიარებდა ამ ბედნიერებას და სიხარულს, ისინი გრძნობენ ამას პატარა ბავშვი ძალიან მარტივად, ახალგაზრდა ძალიან, აი შემოვიდა მე მაქვს უამრავი შემთხვევა, მაგალითად პატარა ბავშვები ტაძარში მოდიან და ისინი ისე იხიბლებიან, თქვათ საეკლესიო გალობით, იმ სილამაზით, იმ ატმოსფეროთი რაც არის ხომ, აი აქ გაოცებული, გაფართოებული თვალებით ყურებენ და არიან ბედნიერები. და მას ეს ბედნიერება მთელი ცხოვრება გაყვება ახსოვს, ეს არასდროს არ დაავიწყდება. და არ არის აუცილებელი რომ მაგალითად მე ჩვენს ვეუბნებით ამ ბავშვებს დარჩეს თქვათ 1 საათი დახევარი შეიძლება უფრო გავიდეს ტაძრიდან და თამაში დაიწყოს იმიტომ რომ მან რამდენიმე წუთი უკვე ყოფნის თქვათ პატარა ბავშვს აი ეს სულიერი მდგომარეობის ბედნიერება იგრძნოს ძალდატანება აღარ არის საჭირო დაჯექი კიდე თუ არა ტაძარში ყავი ამ დროს აი არის ეს შემთხვევები მაგალითად წამიკითხავს რომ აი როგორ ამყარებენ პატარები ურთიერთობას ღმერთთან სანამ დაიძინებენ გამოაღო პატარა ბავშვმა პანჯერაო და უთხრა ღამემშვიდო ვისახმერთო ანუ მისთვის ეს ყველაფერი არის რაღაცა იმდენად ნამდვილი იმდენად რეალური ხო ეს სინამდვილე მას თველი ცხოვრება გაყვება მე რომ მიზდებიან რა თქმა უნდა ასაკში შედიან დღეს რა თქმა უნდა ისეთი ძალიან სერიოზული ძალიან მიზანსწრაფული მიზანდასახული ახალგაზრდობა მოდის რომელმაც ის ზუსტად რა უნდა როგორ უნდა რა უნდა გააკეთოს ხო მე რასაც მეუბნები რასაც მანდობი რა თქმა უნდა თავის გულის წადილს არის ის რომ ამ ბედნიერებასთან ერთად რა თქმა უნდა მათ უნდათ რომ გააკეთონ რაღაცა საქმე დაეხმარონ ადამიანებს ეს ადამიანების დახმარების მომენტი ძალიან აქვთ იმიტომ რომ ეთქობა როცა ხედავენ თვითონ მეუბნებიან მე რო ვეკითხები რომ აი რატო გინდა რას გზნობ როცა ადამიანს ეხმარები ისინი მეუბნებიან სულ პატარა ბავშვები და დიდებიც რა თქმა უნდა რომ აი მე ვხედავ იმ ადამიანის თვალებს როცა მას ვეხმარები და ვაძლევ ისეთ რაღაცას რაც ჩემთვისაც ძვირფასია მაგრამ მე რომ მის მადლიერ თვალებს ვხედავ ეს რაღაცნაირად ისეთი სიხარული და ბედნიერებით აღმავსებს რომ ამისთვის ღირს ცხოვრება ეს ხობის დახმარების სურვილი აქვს აუც აი განსაკუთრებით აქვს რაღაცა ისეთი საქმეების კეთების სურვილი რაც არის რთული მაგრამ რაც არის თქვა რაც სამშობლოს გამოადგება რაც მნიშვნელოვანია ადამიანისათვის ადამიანისთვის ხელს გაწოდება ანუ შინაგანად ქვეცნობიერში ქრისტეს ბაძავენ რომ იციან რომ ქრისტე ასეთი სიყვარულია ასე ყველას ეხმარებოდა ყველას წამოაყენებდა ყველას გულში იკრავდა აი უნდა რომ რაღაცა თვითონაც ასეთები იყვნენ მაგრამ აი ამ დროს ასე თქვათ კარგია ესე თქმა უნდა ძალიან კარგია ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ეს დასწავლა შესაძლებელია თუ რა თქმა უნდა არის ადამიანის შინაგანადაც უნდა მოდიოდეს რა თქმა უნდა აი მაგალითად გრიგოლ ხანძთელი დაიბადა ისე პატარა ბავშვი იყო და არ აინტერესებდა თამაშები ეს ახლა დღევანდელ პრაქტიკაში არანორმალური მოვლენაა ხო ბავშვს უნდა თამაშები აინტერესებს მაგრამ ზოგი იბადება ასე თქვა სკოლაზე ხო მაგრამ რა თქმა უნდა ამის დასწავლა რა თქმა უნდა შესაძლებელია სიყვარული ისწავლება და თუ ისე მოვახერხეთ ჩვენ ამ ბავშვებს სიყვარული ვასწავლეთ ხომ რა თქმა უნდა ისინი შეძლებენ იესო ქრისტეს პოვნას იმიტომ რომ ეს ხო სიყვარულია უბრალოდ აი რაღაცა მიმართულება სწორი მიმართულება მაინც უნდა მივცეთ თუ თქვა ქრისტეს არ ვერ მივიყვანთ ხო იმიტომ რომ ისინი ძალიან მარტივად იგებენ ყოველივე ამას აი როცა აი რაღაცა უყვები ბამბებს რომელიც არის გაჯერებული სიყვარულით რომელიც არის თავდადებით აი ყოველგვარ უანგარობით გაჯერებული და რომლისას ქრისტეს სულია მათ ამ ამბებში ისინი ისე აღიქვამენ ამ ყველაფერს ისე ხსნიან ამ ყველაფერს ისეთ პასუხობენ ისეთ კითხვებს ამე რომ მე მაგალითად ამ ხელა ამდენი ცოტა გამოცდილება მაქვს აი ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი და ვერ ჩავწოდებოდი მაგალითად იმას რასაც ეს პატარა ბავშვები ჩაწვდებიან თორმეტ პატარ ამბებში რასაც აი მათთვის მართლა სიხარული მოაქვს ძალიან დიდი მადლობა მამა დავით ჩვენთან მოგზაურობისთვის ესეთი საინტერესო საუბრისთვის ყოველწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბელმსახური დეკანოზი დავით თავაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი